Თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის პიროვნების გეგმები და განზრახვები თქვენთან მიმართებაში. პირველი ან მეორე ვარიანტი. არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია, შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა ჩაიფიქროთ, შეიძლება უბრალოდ რაიმე გარემოება, მნიშვნელობა არ აქვს. დააპაუზეთ ვიდეო და აირჩიეთ. პირველი ვარიანტის განხილვით დავიწყეთ. პირველ ვარიანტის ჩაფიქრებული ადამიანი ბოლომდე სანდო აშკარად არ არის და მას გარკვეული ფარული განზრახვები, ფარული გეგმები და ზოგს უკან მოქმედებები აქვს თქვენთან დაკავშირებით და ახასიათებს კიდეც. მე არც გირჩევდით რომ ამ ადამიანს ბოლომდე ენდოთ. თითქოს რაღაცაა, შეიძლება რაღაცებზე თავს გიქნევით, რაღაცებს გეუბნეოდეთ, ან გეკონტაქტებდეთ, მაგრამ ზოგს უკან საერთოდ სხვა რაღაცებს გეგმავდეს და აკეთებდეს, ან ერთს ამბობს ლაპარაკობს, მეორენაირად იქცეოდეს. საერთოდ სხვა ენერგიებში გადადიოდეს. შესაძლებელია ეს პიროვნება ცოტა არამდგრადი ხასიათის ადამიანიც არის. აქ თუ სასიყვარულო ურთიერთობა ჩაიფიქრეთ, ეხა პირველ ვარიანტში, შესაძლებელია ურთიერთობაში რაღაც ფარული ტყუილები და მესამე პირებიც იყოს და მისი გეგმებიც უფრო დაკავშირებულია რაღაცა ეშმაკობასთან, რაღაცა მოტყუებასთან, თავის გატანასთან, თავის დაძვრენასთან, გამოძვრენასთან ამ პიროვნებისგან. სანდო ჩანაფიქრები პირველ ვარიანტთან სამწუხაროდ დიდად არ არის. ფრთხილი ადამიანიც არის და გარკვეულწილად იჩენს სიფრთხილეს და ეს პირდაპირ ყველაფერს არ ამბობს, რასაც ფიქრობს, ჯერ კარგად დაწონის, გადახარშავს, მოიფიქრებს, ისე მოიქცევა და ისე მოიმოქმედებს. ენერგიებით და ემოციებით მანიპულირებაც საკმაოდ კარგად შეუძლია. რაღაც მომენტში თითქოს სითბოსაც გიზიარებთ, სიყვარულსაც, თბილ ენერგიებსაც, მაგრამ რაღაც მომენტში გარბის ურთიერთობიდან და გემალებათ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, აქ ძალიან დიდი ამბები აქვს მეორე ვარიანტს. კარგი ჩანაფიქრებში არ არის. თუ ვიღაცამ მტრული ადამიანი ჩაიფიქრეთ, პირდაპირ რომ მას თქვენი განადგურებაც სურს და რაღაც მომენტში თქვენზე თავდასხმა და შეიძლება ტყუილები, დეზინფორმაციები, აგრესიული მოქმედებები, ღია დაპირისპირებები შეიძლება იყოს, შეიძლება ფარულიც, ანუ ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია თავისი მიზნების მისაღწევად. თითქოს რაღაც მომენტში უნდა რომ გარკვეული ნეგატიური სიტუაცია დაგისრულოთ და დაასრულოს და წერტილი დაუსვას, მაგრამ თან ვერ ახერხებს და თან არც ისე როგორც თავი გონია, შეიძლება არც ესეთი მაგარიც არ იყოს, იმიტომ რომ აქ რაღაც დავარდნილ, დაცემულ და მენტალურად გატეხილ ენერგიებშიც ამოდის ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში. რაღაცებს ფიქრობს, სტრატეგიებს გეგმავს, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, ჯერ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები ბოლომდე მიღებული არ აქვს, მონახაზები აქვს, რომ უნდა რაღაცა სიტუაციის წერტილის დასმა, აქტიურადაც შეიძლება ცდილობს და მიისწრაფვის, აქეთკინაც უნდა თითქოს გამარჯვებაც, აღიარებაც, შეიძლება კონტაქტზე თუ არ არის, კონტაქტზეც უნდა გამოსვლა, მაგრამ ძალიან ეშინია რაღაცებზე, ძალიან ფრთხილობს ძალიან ბევრ რამეში ეს პიროვნება. თან იმპულსურია, აი ცალიფეხი მოდის და ცალიფეხი უკან მიითრევსო, ესეთ ენერგიებშია მეორე ვარიანტი ჩაფიქრებული.